მოგესალმებით ეს ჩვენ ვასრულებთ ხურავ სეზონს ბიურის ფონდი დისკუსიების სეზონს რამდენადაც ვხვდები მე წელს გვიან დავუხურეთ ვიდრე წინა წლებში ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა და ჩემი აზრით არც ერთი ბოლო დროინდელი ბოლო წლები რომ გავიხსენოთ არც ერთი ეს სეზონი არ დასრულებულა ასეთი საინტერესო დისკუსიით თემით უბრალოდ როგორ თემას გვაქვს ეს სადისკუსიო ვით უფრო უცნაურია რომ დარბაზი არ არის სავსე მაგრამ ეს ალბათ უფრო საშუალებას მოგცემს რომ უფრო საინტერესო გახდეს დისკუსია ნაკლები ხმაური იყოს და საქმეზე ვისაუბროთ და იმისათვის რომ საქმეზე ვისაუბროთ ჩვენი თემა იცით მე აღარ გავიმეორებ რომ არ დავკარგავ ალბათ დრამატურგიულად უფრო სწორი იქნება რომ ბატონი დავითით დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი დისკუსია დავით ბერძენიშვილი კითხვის ნიშანი არის დღევანდელი დისკუსიის თემა პოლიტიკური მეხსიერების ლაბირინთები სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება ეს არ არის რიტორიკული კითხვა ეს არის მართლაც კითხვა და ალბათ ამ საათების განმავლობაში ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხი იქნება დარბაზში ყოველში მე ამის სურვილი მაქვს ბატონ დავით და აქ მახსოვს რომ სოციალურ ქსელებში დაწერა ერთმა მეგობარმა რომ რა აზრი აქვს მან მოსვლას მოხსენებლების გვარებს გავეცანი და წინასწარ ვიცი ვირას იწვსო და რა აზრი აქვს და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ასე არ იქნება წინასწარ არის რასვეთქვია მასონე მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის ერთგვარი დისკუსი გავატაროთ როგორი ცვლებოდა საქართველოს ხელისუფლებები და როგორი იდგა ეს საკითხი სამართლიანობის აღდგენა ეს ტერმინი არ ერქვა ან სამართლიანობის დამკვიდრება მე საერთოდ მაქვს პრობლემები ამ ტერმინთან სამართლიანობის აღდგენასთან ამჯობინებ ტერმინს დამკვიდრებას იმიტომ რომ არ მგონი ახსარგები მაინც კონდეს მე არ ვფიქრობ რომ საქართველოში წინა იმის წინა ხელისუფლება რომელიმე დროს არსებითად იყო კარგი ვითარება და კარგი პირობები და შემდეგ მოიპარა მომდევნო ხელისუფლებამდე ახლა უნდა ავადგინო ან წაართვა და ავადგინო ნუ შევამოწმოთ თეზისი ხელისუფლება შობს ხელისუფლებას არის თუ არა უსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში უტრირებული მაგრამ მაინც ერთგვარი ფორმულა საქართველოში ხელისუფლებების ცვლილების 90 წლის 28 მარტის არჩევნების შედეგად უსული ახალი ხელისუფლება დასახული არის გვარი მაგიდა არ იყო ერთადერთი შემადგენელი იმ ერთწლიანი წელიწადი და 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მმართველი ხელისუფლების არჩევნების შედეგები არ იყო შეჯამებული რომ უკვე 98%-იანი გვაწედელი უმრავლესობა ასრულებდა საქართველოს უზენაეს საბჭოში. ანუ კომპარტია არ მოქცეულა არჩევნებში გამარცხებული პოლიტიკური ძალა და არ ცდილობდა კომპარტია ტრანსფორმირებას ოპოზიციურ ძალად. 90 წლის ნოემბრიდან აგვისტოს ბოლომდე კომპარტიის დეპუტაცია იყო სრულფასოვანი შემადგენელი გვაწედელი ხელისუფლების და შევახსენოთ 250 კაციანი პარლამენტში 11 კაციანი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდა პირველ დღეებში. ველა დანარჩენი იყო ერთად და ბატონი მარგიანი კომპარტიის მაშინდელი ლიდერი ხშირად დანამარხვის უფრო იცავდა გვარი მაგიდის პოზიციებს ვიდრე გვარი მაგიდის სხვა დეპუტატები. ამას იმიტომ ვიხსენებ რომ უზენაეს საბჭოში და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად სრულად გახელისუფლებული გამსახურდია გვარი მაგიდა
არ სვამდა კითხვებს, სამართლიანობა უნდა აღდგეს, უნდა დამკვიდრდეს, ლუსტრაციაზე ვარი ითქვა უზენაეს საბჭოში, მაშინ ვერ დაისვა ეს საკითხი. ისე როგორც ყოველ მომდევნო ხელისუფლებაში. რეალურად 91 წლის მოსკოვის პუტჩამდე ჩვენ გვქონდა ვითარება, პოლიტიკური მმართველი იყო გამსახურდიას გვარი მაგიდა, მისი მთავარი პარტნიორი იყო კომპარტიის დეპუტაცია, რომლებაც პრინციპში პარტიად ჩამოყალიბებას ვარ იტყვის, ასე გაგრძელდა მანამ, სანამ 1921 აგვისტოს მოსკოვის მოვლენების პროცესში და შემდეგ გამსახურდიამ არ დააპირა დეპუტაციის გაშვება უმაღლეს საბჭოში. ანუ თუ კომპარტია გამსახურდიას მმართველობის პირველ ეტაპზე პრინციპში შეზრდილი იყო ახალ ხელისუფლებასთან და მისი უმცროსი პარტნიორი იყო კომპარტიის დეპუტაცია უბრალოდ, იმიტომ რომ მეორე ისინი პოლიტიკურ პოზიციად ჩამოყალიბებას არც გეგმავდნენ. მოსკოვის პუტჩის პირველ დღეს, მეორე დღეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია, თავად პრეზიდენტ გამსახურდიას პოზიცია იყო ძალიან ფრთხილი და ამ ვითარებაში კომპარტიის პარლამენტს გარეთ ხომა ფორმალურად ხელმძღვანელობა მოსკოვის პუტჩს დაუჭირა მხარი, რასაც შედეგად მოყვა მეორე უკიდურესობა არსად საქართველოს გარდა დეპუტატები არ გაუღრიათ პარლამენტიდან. ჩვენ მივედეთ ვითარება, რომ ეკონომიკური ბერკეტები საბჭოთა ნომენკლატურას გამსახურდიას მმართველობამდეც უпроსწორად გამსახურდიას არაფორმალური მმართველობის დროს 99 წლის აპრილიდან მოყოლებული ფორმალურ ხელისუფლებამდე და შემდეგ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეობის და პრეზიდენტობის პროცესში პრინციპში საბჭოთა ნომენკლატურა ძირითადად იყო ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გამტარებელი ძალა და ხელისუფლება ამაში მათ ხელს აღუშლიდა. თავად იყო ხელისუფლების ნაწილიც, შეგახსენებთ იმასაც, რომ 11 ოპოზიციას არ ყავდა, ერთი წარმომადგენელიც კი პარლამენტის თანამდებობის პირებში, მაშინ როცა ძალიან სუხეთი იყვნენ კომპარტიის წარმომადგენლები კომისიის კომისიები და თავმჯდომარეების პოსტს. კიდევ უფრო ნათელი იყო ეს გვალწითელი შემადგენლობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როცა საბჭოთა ნომენკლატურა სიგუას მთავრობაში, შემდეგ უხუშულის მთავრობაშიც ძალიან სუხეთ იყვნენ წარმოდგენილი. ვიცე-პრემიერებით, მინისტრებით. ამიტომ პრინციპში ერთგვარად გვარი მაგიდის ხელისუფლების პირობებშიც კი გარკვეული წილი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ. გადატრიალების შემდეგ 91-12 წლის საშუალო გადატრიალების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება მართლა შობს ხელისუფლებას. მე მარსენდება გამსახურდიას მთავრობის მე მგონი მხოლოდ 3 წევრი აღარ იყო სიგურის მთავრობაში. ქვეყანაში მოხდა გადატრიალება, ამიტომ აღმასრულებელი ხელისუფლება თითქმის სრულად გადავიდა გადამტრიალებელთა ხელისუფლებაში. და მათი პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა ეს გადატრიალება. რა თქმა უნდა, შევარდნაძე იყო ფაქტორი და ვერ ვიტყვით, რომ ახლა შევარდნაძე გამსახურდიას ხელისუფლების ნაწილი იყო, მაგრამ შევარდნაძე დაერქონა გამსახურდიას ხელისუფლების მნიშვნელოვან ნაწილს. პრაქტიკულად ეს სიმბიოზი, რაც იყო 90-91 წლებში, რასაც ეძახიან გვალწითელ ხელისუფლებას, უფრო წითელმგვარი, წითელვარდისფერი იყო შევარდნაძის მმართველობის პირველ ეტაპს.
არც მაშინ დამდგარა სამართლიანობის აღდგენის თემა ის ესებში. ბუნებრივია იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. პოლიტიკური ანგარიშსწორების მაგალითები მომად არის გადამსახურდიას მმართველობის პროცესშიც ის არ ებრძოდა ყოფილ ხელისუფლებას კომპარტიას, მაგრამ ძალიან კვეთრი დამოკიდებულება იყო ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ღვთის მიმართ, რომელთა ერთი ნაწილი დამარცხდა არჩევნებში, უფრო ზომიერი ნაწილი, მეორე ნაწილს ვაჭანტურიას, წერეთელს. მაშინ ეს პარტიები იყო EDP, SDP, წერეთის პარტიას ისე ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. ეს ანგარიშგასაწევი პოლიტიკური სუბიექტები იყო და აგრეთვე რამდენიმე სხვა ჯგუფი. ძირითადად მათ მხილებას ეწეოდა საქართველოს გახელისუფლებული ნაწილი ეროვნული მოძრაობისა. კოლექტიური წერილები პირველ რიგზე ყოველ დღე საათობით გვარების დასახელებით მტრები ოპოზიციის მიჩნევა მტრად. ზოგადად ოპოზიციის და პერსონალურად ოპოზიციის შემადგენლობის გნებავთ საპარლამენტო, გნებავთ არასაპარლამენტო ოპოზიციის. მაგრამ წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში ეს საკითხი არის და შეეზარდა ეს ხელისუფლება დამსახურდიას. შემდეგ მასთან დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არა მთავარი მონაწილე არ ყოფილა გადატრიალებისა. ეს მითი იქნებოდა მოგვიანებით, ზოგისთვის არსებობს, რომ მოხდა კომუნისტური რეჟიმში, არ მოხდა კომუნისტური რეჟიმში საქართველოში, საშუალო გადატრიალების დროს კომუნისტები ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში გადავარდნენ. და ძირითადი ძალები კომპარტია არ ყოფილა არც იდეოლოგიურად, არც პერსონალურად. იმ გადატრიალების დროს. რაკი გადატრიალება შევეხე, მასაც ვიტყვი, რომ ფორმალური ნიშნით სამხედრო შემადგენელი მთლიანად იყო მაშინდელი ხელისუფლების, გაყოფილი ხელისუფლების, სიგუა გამსახურდიას პრემიერი იყო და კითოვანი გამსახურდიას თავდაცვის მინისტრი, გაყოფილი გვარდია და უპირისპირდა ერთმანეთს. ჯაბა იოსელიანი მისი მხედრიონით იჯდა ციხეში, როცა დაიწყო გადატრიალება. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური ნაწილია შეფასების პოლიტიკურმა ოპოზიციამ შექმნილ ვითარებაში, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციამ, მათ შორის ეს პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო გადატრიალების შედეგები და ჩვენ ვატარებთ ამ თვისს. ჩვენ არ ვიყავით მონაწილენი გადატრიალების, მისი სამხედრო ნაწილი ეს იყო გაყოფილი შეერდებული ძალები, ჯგუფები მაშინდელი ხელისუფლებისა, მაგრამ პოლიტიკური, იდეოლოგიური პოსტფაქტუმ ხშირ შემთხვევაში ზოგის მხრიდან თავიდანვე 91 შემოდგომაზე ჩვენ შემთხვევაში პოსტფაქტუმ პრინციპში მაშინდელმა ქართულმა ოპოზიციამ არამგვალმა და არაწითელმა მიიღო გადატრიალების შედეგები. გადატრიალების შედეგების მიღებას მისი პლუსებიც ჰქონდა, მინუსებიც ჰქონდა. ერთი მხარე იყო კითოვანი იოსელიანის ხელისუფლება, მეორე მხარე იყო მომავალი ქვეყნისკენ შევარდნაძე და აი ამ ერთიანობით რაღაც კონგლომერატი შეიქმნა, სადაც დისკომფორტი იყო მაღალი, მაგრამ ეს ყველი არც მაშინ 92-15 წლებში პრინციპში სამართლიანობის აღდგენის საკითხები არ იდგა, შესაძლოა რაღაცა ნიშნები იყო პროვინციული ფაშიზმი, ესე ტერმინები იხმარებოდა, უფრო იყო იდეოლოგიური ანგარიშსწორება, ასევე იყო ბუნებრივი პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ ადამიანებზე, რომლებიც ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ზოგი სულ არა გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ, თავად როცა იყვნენ ხელისუფლებაში არ იყვნენ ძალიან ზომიერები და მობიერები მაშინდელი ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ის რეპრესიები, რაც მათ განიცადეს, განუზომლად უფრო მძიმე იყო, ვიდრე მათი ხელისუფლების დროს მათ მიერ ან მათი სახელით მიმდინარე რეპრესიები. სხვაობა ძალიან დიდია, ბუნებრივია 92 წლის შემდეგ რაც ხდებოდა. 95 წელს
შექმნაზე გათავისუფლდა პოლიტიკური სპექტრისგან. პრაქტიკულად შევარდნაძე აბაშიძის მმართველობა დამყარდა 95 წლის შემდეგ. ეს მმართველობა გაგრძელდა 2003 წლის მანევრით. ეს იყო ორ სუბიექტიანი ხელისუფლება, დაკავშირდა და აღორძინება ერთმანეთს ეკინგლავებოდა ტაქტიკურ საკითხებზე და არსებითად 95 წლიდან მოყოლებული ისინი იყვნენ ერთად. და 2003-ში როცა ძალიან გაუჭირდა, მათ უკვე ღიად დააფიქსირეს ერთად ყოფნა შევარდნაძის ჩასვლა ბათუმში, 6 ნოემბერს უსწორად მახსოვს, მე აბაშიძის მიერ დესანტის გამოგზავნა თბილისში. კვითარი გამოიწერა 2003 წლის არჩევნების ისეთი, რომ მოქალაქეთა კავშირის დაღორცინებას რომელთა წააგეს არჩევნები მიქონდათ მანდატების პრაქტიკულად 2/3, ანუ მასშტაბები ხმების მოპარვის 2003 წელს მოპარვის ცდელობის იყო გაცილებით მეტი ვიდრე მანამდე გაყალბებულ არჩევნებში. 95-დან მოყოლებული პრინციპში საქართველოში ყველა არჩევნები ყალბდებოდა. ანგარიშსწორება 2003 წლის შემდეგ ასევე იყო, თუმცა იყო დოზირებული და სამართლიანობის აღდგენასთან მას კავშირი არ ჰქონია. გახსოვთ, რკინიგზის უფროსი აბოჭყაიძე და ასე შემდეგ ტელედაპატიმრებები, თუმცა იმ ხალხის, ვინც მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის შტაბის უფროსები იყვნენ. ყველაზე ამასწრენი კადრები რაც მახსოვს, ის ადამიანები, შალიკიანი მაგალითად იყო შტაბის უფროსი საპრეზიდენტო არჩევნებში, თავად სააკაშვილის ის მაჟორიტარი და მაშინ ხელისუფლებამ, ახალმა ხელისუფლებამ დააპირა იმ მაჟორიტარების მიმხრობა, მოთმინიერება და სწორედ მათი მხარდაჭერით მიიღო 2004 წლის სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებები მიხეილ სააკაშვილმა. ეს რა ხდება? პოლიტიკური ანგარიშსწორების საჭიროებაც თავი დავანებოთ იმას, რომ ჭირდება თუ არ ჭირდება ასეთ რამეზე დემოკრატიულობა წესიერებაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება არ უნდა მიდიოდეს. მაგრამ ეს ნაწილი როგორზე გადავდოთ, სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს ხელისუფლება, არის ხალხი, ბევრს მოწონს, ზოგს არ მოწონს, მომხრეებიდანაც ნაწილს არ მოწონს, ეს სრულიად ბუნებრივია, ვინც ხმამისცა იმათ ნაწილს არ მოწონს, ესეც სრულიად ბუნებრივია, ვინც წინააღმდეგი იყო ის ხედავს საფუძველს იმისთვის, რომ არ მოწონდეს, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება უკვე ამდენი 9 თვეა ხელისუფლობს, მაგრამ პოლიტიკური არ ქვია იმას, ვისაც ვინც ამჯობინებს ტერმინს ანგარიშსწორებას. პოლიტიკური ანგარიშსწორება შეიძლება იყოს თანაზომად პოლიტიკურ ძალებს შორის. საფუძვლის თეზისი, რასაც ვამბობ იმჟელოდ, როდესაც დღეს კოალიცია ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის მთელი ხელისუფლების წინაშე არ დგას პოლიტიკური ოპონირების პრობლემა, დღეს არ დგას, იმედი მაქვს, რომ გაისახიქნება. დღეს არ დგას. როდესაც ყველა კვლევით მინიმუმ 6-ჯერ აღემატება ქართული ოცნების რეიტინგი, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს, როცა არც ერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფი არ ჩანს ნახოთ საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორ იქნება და რა სასტარტო პოზიციებს მივიღებთ, ამ ვითარებაში პოლიტიკური შემადგენელი, როგორც ძლიერი მოწინააღმდეგის გასასუსტებელი და გასანადგურებელი, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი, ძალიან გაზვიადებული. რაც შეეხება იმას, რატომ არის ვთქვათ ვანო მელაბიშვილი დაკავებული, როცა შეიძლებოდა სხვაც ყოფილიყო დაკავებული. დღევანდელ ხელისუფლებას არც ერთი არ ყოფილიყო დაკავებული. დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ ორი მხრიდან. ერთი, რომ რატომ არის ასეთი
შემოიხედა გენაცვალე პროკურატურა და რატომ არ არის სამართლიანობის აღდგენა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი რატომ არ არის დაკავებული, დაპატიმრებული, გამწანებული და მეორე მხრიდან რომ ყოფილი ხელისუფლების მიმართ შინაგან საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის მიმართ ასეთი ქმედებები ეს გინდა არ გინდა მაინც ატარებს პოლიტიკური სამერისწორების ნიშნებს. მე ვფიქრობ, რომ რამდენჯერმე ვიხმარებ ტერმინი ნიშნული კოჰაბიტაცია ამომრჩეველმა ჩვენ ასე მოგისაჯა. მე არ მგონია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მართლა აიღო 40%, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო განუზომლად მეტი, ვიდრე ყველა პარლამენტს გარდაგარეთ დარჩენილმა პარტიამ. ან 30 აიღო, 28, 35 ის არის მეორე შედეგის გამოკვეთილად მეორე და მესამე არ არსებობს. როდესაც ყველა პარტიამ ერთად აღებულა აიღო 5% კოალიცია ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გარდა, როცა ისეთი პოლარიზება მოხდა ქვეყანაში, ისი მსგავსიც არ ყოფილა თვით 90 წელსაც კი, როცა იყო ხელისუფლება კომპარტია და იყო ძალიან პოპულარული გამსახურდია. 17% წაიღეს მაშინ სხვა პარტიებმა. სხვა და მომდევნო არჩევნებში 25, 30, 32% რჩებოდა მესამე პარტიებს. პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში ისეთი პოლარიზაცია, თანამედროვე პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში, რომ ვერც ერთი მესამე პარტია ვერ მიუახლოვდა ბარიერს რაიმე შესაძლებელი შედეგის ჩვენებას, შეგახსენებთ სხვაზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ ქრისტიან დემოკრატებს 2%. ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ გავართ აი ამ მოცემულობის წინაშე, ნელ-ნელა ნაციონალური მოძრაობა საკუთარ დეპუტაციას კარგავს, 12 კაცი უკვე მე-13 მათგან გავიდა, მაგრამ ახლა 65 კაცი შევიდა პარლამენტში, ახლა 52-ია და შესაძლოა რამდენიმე ადამიანმა კვლავ დატოვოს, კიდევ დატოვოს, მაგრამ ის რომ ნაციონალური მოძრაობა არა მარტო პარლამენტშია მეორე ძალა, შესაძლოა უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე ჩვენი ამომრჩეველი ამჟამად ფიქრობს. ან თუნდაც უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე მას ეკუთვნოდა თავის დროზე. თუმცა 12-13 კაცის წასვლის შემდეგ ალბათ 2012-ის 1 ოქტომბერს იმდენი ხმა მიიღეს, რომ ეს დაახლოებით 50 მანდატის მატყობი ჰქონდათ. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იქ დამთავრდება საპრეზიდენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები აჩვენებს ნაციონალური მოძრაობა გახდება პირველი ნახევარსფერული პარტია საქართველოში, თუ ის გაიზიარებს მოქალაქეთა კავშირის ბედს, აღორძინების ბედს, ვალიმაგიდის ბედს. ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება ნახევარსფერული პარტიების არსებობის. ჩვენ არც ერთი ყოფილი ხელისუფლება არ გვყავს ოპოზიციაში. აი ახლა ამ ამოცანის წინაშე, ძალიან მძიმე ამოცანის წინაშე დგას ნაციონალური მოძრაობა და ძალიან მძიმე ტვირთით და შეძლებენ თუ არ შეძლებენ ერთგვარ განახლებას, ანუ შეძლებენ თუ არა ადგილის დამკვიდრებას ქართულ ოპოზიციაში. დღეს ისინი არ არიან ხელისუფლების ალტერნატივა. დღეს ხელისუფლებას ალტერნატივა ქვეყანაში არ აქვს. ეს არის მოცემულობა, მე რომ კარგია, ამსულია, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს გაგრძელდება მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნებამდე. ნახოთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რას მოგცემს. ასე რომ მთელი აი ამ ხნის განმავლობაში პრინციპში ბევრი პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში გამოკვეთილად არც პოლიტიკური ანგარიშსწორება ყოფილა სულად. ანგარიშსწორება იყო და სამართლიანობის აღსარგენი არც არაფერი იყო, სამართლიანობის დამკვიდრების გამოცდილებაც არ აქვს. მე როცა თავში ვახსენე, რომ ხელისუფლება შობს ხელისუფლებას, აი 2003 წელს ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა. შევარდნაძის ხელისუფლების ერთმა ნაწილმა სხვა პერიფერიულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად
დაამარცხა თავად შევარდნაძე და მისი ხელისუფლების მეორე ნაწილთა გათვალისწინდა. ხშირად გვეუბნებიან და საყდურულობენ, რომ აი ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ასე აქტიური რო არის, მე უსყვაშ უნდა თქვა, რომ ევროპაში ბრძანა, რომ ჩვენი ამოცანა არის, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია გადარჩეს თუ გაჩნდეს. ბუნებრივია, კრიტიკოსები ამბობენ, სულად გასაგებია, ლოგიკურია. ეს ჩვენი ამოცანა, რესპუბლიკური პარტიის ამოცანა კი არ არის. ან თუნდაც კლიანად კოალიციის ამოცანა კი არ არის. თუ ნაციონალური მოძრაობიდან მივედოთ ოპოზიციურ პარტიას, ეს ობიექტურად არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტ ამ პრობლემას. ამ პრობლემას წყვეტს თავად ნაციონალური მოძრაობა და ის ამორჩეველი, რომელიც მას აღმოაჩნდება აგერ პირველივე პოლიტიკური დიდი დათვალიერების დროს. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა სწორად იქცევა ბაქრაძეზე რო აკეთებს აქცენტს, ნახოთ, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ბაქრაძე, ბურჯანაძესთან თუ რომელიმე სხვა ოპონენტთან ოპოზიციურ ფლანგზე მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. თავარი ამოცანა არის ახლა სასტარტო პოზიციების მიღება. ასე რომ მეორე რა იქნება პირველი? იქნება პირველი. მე ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ობიექტური მონაცემები ასეთი ჩანს, მე ახლა მოვდივარ NDI-ის ნავაროს კოლეგი პრეზენტაციიდან და არა მარტო NDI-ის და IRA-ის კვლევები და როდის ვეთანხმებ, როდის არა. იაგო კაჩკაჩიშვილის კვლევებიც, რომელთანაც არ აქვს პრობლემები და არ მქონია პრობლემები. აჩვენებს იმას, რომ გამოკვეთილი პირველი არის კოალიცია, მისი კანდიდატის და ჯერჯერობით ძალიან დიდი ჩამორჩენით, მაგრამ მეორე ჯერჯერობით არის ნაციონალური მოძრაობა და მისი კანდიდატი. შეინარჩუნებს ამ მეორე ადგილს, გაამყარებს თუ არა, ნახოთ, მოულოდნელობებით სავსე აცხოვრება, მაგრამ არც იმდენად, ძალიან ცოტა დროა გასული. მე ვეთქვით, რომ 2004 წლის ივნისში გამარჯვებული ბლოკიდან რესპუბლიკელები და კონსერვატორები წავედით ოპოზიციაში. გამარჯვებული ბლოკიდან. ჩვენ 2003 წელს ვიყავით სიის სათავეში. გამარჯვებული ბლოკიდან წასულმა ნორმა პარტიამ ორწლიანი მუშაობის შედეგად შეძლო ის, რომ 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აიღო 12%. ჩვენ მაშინ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო კარგი შედეგი. თუ ნაციონალური მოძრაობა, დამარცხებული ნაციონალური მოძრაობა შეძლებს მსგავსი დაახლოებით თანაზომადი ხმების აღებას, მას ექნება პოლიტიკური პერსპექტივები და ეს მიჟილი კოჰაბიტაციას დამთავრდება და თუ თემა არც ანგარიშსწორების მიმართულებით განვითარდება და სამართლიანობის აღდგენის ინფორმებს თუ მოვიფიქრებთ, რომ დამნაშავე სახელმწიფო ეთქვის, რომ დამნაშავე ხარ და ამასთანავე აივსება ციხეები ხელახლა. არ არის ეს მარტივი, მაგრამ თუ ამ მიმართულებით ჩვენ წარმატებები გვექნება, ჩვენ ასე ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ასე, რომ ჩვენ ვერ ჩავთ სკოლის დირექტორამდე, სასწავლო ნაწილამდე და სოფლის წუნებულამდე. საქართველოში არა მარტო წინა ხელისუფლებამ, მე ვფიქრობ, წინა ხელისუფლებამ უფრო ვიდრე მისი ნამორბედებმა, მაგრამ საქართველოში ხელისუფლებებმა მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი აქცია კანონდამორბევად. ასე იყო საბჭოთა პერიოდში, როცა თითოეული ადამიანი არ არღვევდა კანონს, მაგრამ ამ ვინც კანონს არღვევდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობდა მშვიდად. სანამ იქნებოდა მორიგი კამპანია, რომ ვიღაცა შეიძლება 100-დან 1 დაეჭირათ და რაცა ტელევიზორით ეთქვა ხალხისთვის, რომ აი თურმე ეს კაცი მეფთამე იყო და ნეგატიური მოვლენების რაცა ნარჩენი და წარმომადგენელი და ხალხი ამას უყურებდა, ვაი ამბობდა, როცა მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩადიოდა იგივე სამუარეს, რასაც ჩადიოდა ის ადამიანი, რომელსაც დააკავებდნენ. ასეთი წარმომავლობის ვართ ჩვენ, საბჭოთა კავშირში გამყოფი ხალხი ვართ, ჯალათის დამსხვერპლიც ჩვენა ვართ, პასუხისმგებელი იმ ჩვენს
ყოფაზე, არა მარტო ჩვენი მამების და პაპების თაობაზე, ჩვენს თაობაზე ვინც იმ საბჭოთა პერიოდში უკვე ბავშვები აღარ ვერ